Ცირა ბარამიძე მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ახლა ჩვენ სტუდიაში. მადლობა მას მობრძანებისთვის. ქავტონ ცირა, საღამოშიდობის აქ მადლობა. აქტიური მონაწილე ბრძანდებით საპროტესტო აქციების და გუშინ გამოეხმაურეთ თქვენი კოლეგის თანამოაზრის ალბათ მეგობრისაც უკვე ვინაიდან ერთად ხართ აქციებზე. ხო, ქეთევან ხუსკივაძის დაკავებას, ადმინისტრაციული წესით და ასევე თქვენი სტუდენტის ლუკა ხიზაძის დაკავებას. ესე იგი მაინც რა ემოციური მდგომარეობაა, როდესაც შენთან არ ხარ ადგილზე გუშინ ისეთ დღე იყო, როცა თქვენ იქ არიყავით და უცებ იგებ, რომ შენი მეგობარი, შენი სტუდენტი არიან პოლიციის მიერ დაკავებულები და არა თუ იგებ, არამედ შეიძლება ხედავ კიდეც კადრში შენთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, მათი გამოხატული აზრისთვის, მათი აბსოლუტურად ლეგიტიმური ბრაზისთვის აკავებს პოლიცია უხეში მეთოდებით და ექცევა ძალიან ცუდად. ძალიან მძიმე განცდაა. მით უმეტეს როცა ეს ხდება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მით უმეტეს როცა ეს ხდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტის მიმართ. რა თქმა უნდა ეს სრულებითაც არ ამცირებს იმ აგრესიას, რომელსაც დღეს იჩენენ არა აკადემიური პერსონალის მიმართაც, მაგრამ ლექტორი ქეთევან ხუსკევაძე, მეცნიერებათა დოქტორი, გამორჩეული ადამიანი გახლავთ, გამორჩეული პროფესორი, რომელიც თავისი სტუდენტების გვერდით იდგა და მე ვფიქრობ, ვინც ვერ ვიდექით იქ, უფრო დამნაშავე ვართ, ვიდრე ის, თქვათ, ვინც იქ დგას, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულება არის ჩვენი სტუდენტების გვერდით ვიდგათ და თუ ახალგაზრდა თაობა გამოხატავს ამ პროტესტს, მას გააჩნია შესაბამისი საფუძველი. არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, ადამიანურიც. ეს იყო სოლიდარობის გამოხატულება მათედევიძისადმი და მათედევიძის მსგავსად დანარჩენი პოლიტპატიმრებისა და ტყვეებისადმი, რომელთა მიმართაც ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებას ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ სახელმწიფოს დე-ფაქტო პირველი პირის მიერ. რაც რა თქმა უნდა მივიღე, ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის საცქერლადაც, მით უმეტეს მე უნდა ვიყოფილიყავი იმ წუთას და ვითარებათა გამო ვერ აღმოჩნდი. მე ვფიქრობ, რომ ქეთევან ხუსკივაძე ისევე როგორც მე და ალბათ ყველა ვინც იქ ყოველდღიურად ვდგავართ, ანუ ვზივართ, არ შეგვიძლია თქმა და ვზივართ. მონიშნულია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვმალავთ სახეებს, ჩვენ არ ვმალავთ პოზიციას, წლების მანძილზე ვიბრძვი იმ კურსის გამო, იმ სტრატეგიის გამო და იმ მავნებლობის გამო პირდაპირ ვიტყვი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც დღეს დეკლარირებული აცხადებს დე-ფაქტო ხელისუფლება. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ ქეთევან ხუსკივაძე იყო სამიზნე. ვამატებ, ქეთევან ხუსკივაძეს უბრალოდ არ შეუძლია იყოს უზრდელი. არ შეუძლია იყოს ვაგინებდნენ ამას პასუხობთ ხომ? გოგო მემანიშვილი დაეჭირეთ მოგიწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეურაცხყოფისთვის და ძალაუფლების გადამატებისთვის. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ლუკა ხიზაძეს და არც იქ დანარჩენებს არ შეეძლოთ გამოეხატათ უზრდელობა. არ იქნებოდა ეს ფაქტი, ვერ მოიტან თქვენ ასეთ მტკიცებულებებს და ვფიქრობ დღეს იმიტომ გადაიდო ეს სხდომები, რომ არ იყო მტკიცებულებები. მე ანალოგიურ ერთ-ერთ სხდომას დავესწარი ქალბატონ ლეილა ცომაიას სხდომას დავესწარი და თუ გაინტერესებთ ვიტყვი, რატომ შეიცვალა სტრატეგია და რატომ აღარ მისცეს გადაკეტვის უფლება. სწორედ იმ საღამოს მოხდა ეს ამ სხდომის შემდგომ. არავის უჩვენებია ჩვენთვის ოქმი, იმ 6 ოქმიდან რა პირობებში დააკავეს ჟურნალისტი ლეილა ცომაია. ანუ საით მივდივართ, საით მივექანებით, აი ეს არის მთავარი ტენდენცია. ამგვარად, თუ გამოხატულად არ იმუშავა ჭყალებში დაჯარიმების ტექნოლოგია. შემდგომ არ იმუშავა გადაკეტვის ტექნოლოგია, მაინც იკეტება, ხო? გამომდინარე აქედან მათ მიიღეს გადაწყვეტილება არ მისცეს ნამისუფლება, იმიტომ რომ ამ სხდომაზე დაცვამ იკითხა, სად იყავით თქვენ? ისინი ლეგიტიმურად კეტავდნენ რუსთაველს, იმიტომ რომ შესაბამისი განაცხადი არსებობდა მერიაში და პასუხი არ არსებობდა და თქვენ აძლევდით მათ გადაკეტვის უფლებას. აი არ მოგცეს ეს უფლება. მაშინ მიიღო პროტესტმა განსხვავებული ფორმა. და ვფიქრობ, ეს სრულად ლოგიკურია. კიდევ განსხვავებულ ფორმასაც მიიღებთ. ახლა ტროტუარზე სიარულიც არ შეიძლება. აზრის გამოხატვა არ შეიძლება. არ შეიძლება ცირა ბარამიძე შედიოდეს აუდიტორიაში მხოლოდ იმის გამო, რომ 5 წლის წინ არ ვეთანხმებოდი რუსეთის ჰუმანიტარულ პროექტებს, რომლის მიხედვითაც 600
ბავშვი ყოველწლიურად უნდა გაეგზავნოს სამხრეთ კავკასიიდან, ასეთი პროექტი არსებობდა რუსეთში განათლების მისაღებად. ანუ არ არის შემთხვევითი რომ ეს სისტემა ყველგან არის შესული და განსაკუთრებით განათლების სისტემა. აი მოდით ახლა ამ ნაწილს ჩაუღრმავებთ თქვენ ბრძანდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ხომ და ქაბატონი ქეთევანიც არის ასევე კოლეგა თქვენ არ ხართ ადმინისტრაციულ დონეზე რაც ვიცით ჩვენ უმრავლესობაში თანამოაზრეებით წარმოდგენილი ხომ სამწუხაროდ ადმინისტრაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არის გაგრძელება სახელმწიფო სათავეში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლების სამწუხაროდ ასია. რამდენიმე სხვა თუნდაც ერთი კონკრეტული ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით. როგორ ფიქრობთ თქვენ რა დროა დარჩენილი თავისუფალი ადამიანებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში. თუ კი რეჟიმი შეინარჩუნებს ხანგრძლივად თავის ძალაუფლებას და თუ კი თანაც აღასრულებს აი იმ ეგრეთ წოდებული რეფორმის იმ ნიუანსებს, რაც სწორედაც რომ იმ ვერტიკალის შექმნას ისახავს მიზნად სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელიც სრულად გაკონტროლდება. ეს ვერტიკალი ფაქტობრივად შექმნილია. სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმის ცვლილება დაწყებულია 2013 წლიდან, როცა უნივერსიტეტს შეუცვალეს ეს ფორმა, სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმა, რაც მათ საშუალებას აძლევდათ, რომ აღმასრულებელი ვერტიკალიდან მომხდარიყო პორტირება რექტორების. ეს პროცესი ჩვენ გავიარეთ, სამართლებრივი პროცესი. გამომდინარე აქედან წესდების მიხედვით ზემდგომი არის განათლების სამინისტრო. ანუ რასაც უბრძანებს განათლების სამინისტრო, დღეს ვალდებულია უნივერსიტეტი აღასრულოს, მაგრამ განათლების სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილებები რამდენად თავსებადია ჩვენს სისტემასთან და რა პერსპექტივას გვისახავს, ეს არის მთავარი. მე მინდა ამ კითხვას პირდაპირ უპასუხო. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, დიახ, უმცირესობაში ვართ. მე გავაკეთე განაცხადი იმის შესახებ, რომ განხილვა ყოფილიყო, შემდგარიყო განათლების დაანონსებული რეფორმის. უკაცრავად, ძალიან შეურაცხყოფელი იყო პირადად ჩემთვის, როგორც პროფესორისთვის, ის 4 გვერდიანი, სულად არალოგიკური ეგრეთ წოდებული რეფორმის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზა, აი პირდაპირ მოგვაჩეჩეს და გვითხრეს, რომ ეს უნდა მიიღოთ. თან დრო ააჩქარეს 6 თებერვლამდე უნდა აღსრულდეს ეს. მე მინდა ყველამ გაისიგრძეგანოს ამ მზაკრული ჩანაფიქრის საფრთხეები, შედეგები. ეს არის დისტანცირება ჩვენი ევროპული განათლების სივრციდან, დიდი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც საგანმანათლებლო ტრადიცია 100-წლოვანი კი არა აქვს, 1000-წლოვანი აქვს. და რომელიც ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო სივრცე იყო ევროპულისთვის, ისაც კი გელათის აკადემიას გულისხმობდა შორს რომ არ წავიდე. ჩვენ გავდივართ ამ სივრციდან. გეოპოლიტიკური კურსის ცვლა გულისხმობს შესაბამისად განათლების სისტემის მოbrunებას იქეთკენ საითაც სამწუხაროდ დღეს იდეოლოგიზირებას და პლუს აქედან იმ ხალხის გარიყვას, ვინც არის თავისუფლად მოფიქრალი. დიახ, არაერთ გზის განხორციელდა პირადად ჩემ მიმართ რუსული რბილი ძალის კონტექსტით მორალური ტერორი და სასამართლო პროცესიც კი მოვიგი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რომ დრო აღარ არის და რესურსი არის ძალიან მწირი. ადამიანები, რომლებიც ამას ეხმიანებიან და მათ პროფესორები ქვიათ, არის თითზე ჩამოსათვლელი და ეს ძალიან ცოტაა. მაშინ შიში ისეთი დაუფლებულია ამ პროფესორის საპროფესორო სივრცეში, რომ სამწუხაროდ ეს არის უფრო საშიში სინდრომი. ამიტომ ქეთევან ხუსკევაძის გმირობას მე ვაფასებ ძალიან დიდად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვინც ჯერ კიდევ ვიღებთ ხმას ამის შესახებ. დიახ, ჩვენ უშლით ხელს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ დისტანცირებული აუდიტორიიდან. ეს ძალიან ცუდია. შესაბამისად, ამ პროფესორებს მინდა უთხრა, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, დიდი პატივის მიუხედავად, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება გონიათ, რომ იცავთ თქვენს აკადემიურ თავისუფლებას, თქვენსავე სიჩუმეში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რასაც თქვენ რომ გონიათ, რომ იცავთ, სწორედ იმას დაკარგავთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ დავკარგავთ შესაძლებლობას, დავახლოვდეთ და ვიყოთ აფილირებული დასავლური განათლების სისტემასთან. აკრედიტაცია, ავტორიზაცია, შესაბამისი პროგრამები, რომლებიც შემოიტანეს, უნდათ დანერგონ 3+1, გათვლილია მხოლოდ სერვისის პროფესიებზე, სიღრმისეული ფუნდამენტური დარგების დანგრევისკენ არის მიმართული. მე ცოცხალი მოწმე ვარ, 44 წელია ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ცოცხალი მოწმე ვარ იმის, თუ როგორ გაქრა აქტივები, თუ როგორ გადაინაცვლა სამწუხაროდ ამ აქტივებმა სახელმწიფოს ხელში. სწორედ იმის გამო, რომ
თბილისის უნივერსიტეტს, რომელიც ასე დაარსდა, დაერქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაშასადამე ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის გააჩუმოს პროფესურა, გაანეიტრალოს სტუდენტები. ამიტომ გადმოვაგზავნეს სკრინპოლიდან გელაძე თუ გახსოვთ 2 წლის წინ მარტის მოვლენები რო იყო. ანუ შესაბამისად განათლების სისტემას სჭირდებოდა კრიმინალური გამოცდილების კრიმინალთა ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანი და შესაბამისად იყო მუშაობა სტუდენტებთან. გაიყო საზოგადოება სამწუხაროდ ეს არის რეალობა. ჩვენ უნდა ვთქვათ პროფესორებო, მოგიწოდებთ, გთხოვთ, გაიღოთ ხმა. უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სამართლის პროფესორებს 60-ზე მეტი ხართ ჩვენს უნივერსიტეტში. ყველას პერსონალურად გიცნობთ. ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს აკადემიზმს და თქვენს პროფესიონალიზმს. მაგრამ ძალიან მიკვირს, როგორ დუმხართ მაშინ, როცა კანონმდებლობა, რომლითაც ჩვენს აქტივისტებს, ჩვენს ყველაზე ჯანსაღ ნაწილს უსწორდებიან. დიახ, ამ მახინჯი კანონებით უსწორდებიან, რომელსაც თათარი ახლად ამზადებენ, რომელსაც დღეს ქვია საკანონმდებლო ორგანო, სინამდვილეში ეს არის დივერსიის ადგილი, რუსული დივერსიის ადგილი 86 პერსონის მიერ. ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ძალმომრეობით მოქმედებს. კიდე არის სხვა სფეროები, რომლებიც უნდა გაჩუმდნენ და ფაქტობრივად გაჩუმებული არიან. ამბიონებიდან სამწუხაროდ შეიძლება გვესმოდეს ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარი, ანუ არასწორი იდეოლოგია, სულად აცილებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მე მოგიწოდებთ ზარი შემოგვრათ, იურისტებო, გამოდით და თქვით, თქვენი კოლეგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენად სამართლიანია, რამდენად შეესაბამება ადამიანის უფლებებს. პირადად მე არ ვთვლი თავს მსხვერპლად, ვარ ამის გამოცდილების მქონე. მე არ მიმიღია თანადგომა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისგან. საჯაროდ პირადში ყველამ წერდა, გაიღეთ ხმა, ქეთევან ხუსკივაძე, ხო არ არის ბოლო. ჩვენ არც ერთი არა ვართ ბოლო, არამედ არის ბრძოლა ბოლომდე და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიტანთ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე. ჩვენ გვაქვს შანსი და ამ შანსს სამწუხაროდ ყველაზე ცნობიერი ნაწილი საქართველოსი, ქართველი ერის ყველაზე ცნობიერი ნაწილი, განათლების სისტემა, პროფესორები, პედაგოგები, რომლებიც შედიან სკოლაში და თვალს ხუჭავენ, ან არასწორად უხსნიან ახალგაზრდებს მომავალს. ამახინჯებენ ჩემი აზრით. გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი ჭირის შესახებ და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ. მე მინდა ვისარგებლო კიდევ ერთი შემთხვევით, რომ არ შეიძლება დღეს ვდუმდეთ. აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, შიში ჩვენ ვერ გვიხსნის და ის წრე, რომელიც თქვენ მითხარით, სივრცითი და დროის არის ძალიან ცოტა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა.